მოგესალმებით ტაბულას ეთერში ჩვენ საუბრობთ რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. დღეს ჩვენ სკოლებში ინდოქტრინაციის პრაქტიკაზე ვისაუბრებთ ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ბატონ სიმონ ჯანაშიასთან ერთად. მოგესალმებით ბატონო სიმონ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩვენთვის პატივია. პირველ რიგში მე ვფიქრობ ხოლმე, რომ მარტივი ჭეშმარიტებების განსაზღვრით უნდა დავიწყოთ. რა არის ინდოქტრინაცია და რატომ არის ის ცუდი და განსაკუთრებით სკოლაში? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მნიშვნელოვანი საკითხია. და თავის დავაცხადია, მნიშვნელოვანია განმარტოთ. მე მგონი არა მხოლოდ რა არის ინდოქტრინაცია, არამედ რა არის სკოლა, იმიტომ რომ ბევრი წარმოდგენა არსებობს სკოლის შესახებ და ალბათ აქ ვისაუბრებთ უფრო საჯარო სკოლის შესახებ. იმიტომ რომ თავის დავაცხადია არსებობს რელიგიური სკოლების, რომელიც სწორედ ინდოქტრინაციისთვის ან სულიერი აღზრდისთვის არის შექმნილი, ან რაიმე იდეოლოგიიდან გამომდინარე არის დაფუძნებული. და სავსებით ლეგიტიმური. და ხო, კანონიერიც არის და მე ვთვლი, რომ გამართლებულიც არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს ეს შესაძლებლობა, რომ არსებობდეს კერძო სკოლა, სადაც კონკრეტული რელიგიის წარმომადგენლები თავის თქვათ აღსარებლობას ან რწმენას ავრცელებენ. ინდოქტრინაციაში შეიძლება თქვათ ვიგულისხმოთ კონკრეტული რელიგიის სასარგებლოდ იდეების გავრცელება. თქვათ სკოლის შემთხვევაში ეს იქნება როგორც ადმინისტრაციის, ისე მასწავლებლების, ისევე თქვათ ასევე შეიძლება ეს იყოს სასწავლო პროგრამის ან რესურსების დახმარებით, ხო? თქვათ ისეთი რესურსების, როგორც არის თქვათ სახელმძღვანელოები. და საკმაოდ რთული ფენომენია, იმიტომ რომ ეს არ არის ყოველთვის რაღაც ორგანიზებული პროცესი და ამას ხშირად აქვს თქვათ ანუ არსებობს რა თქმა უნდა ორგანიზებული მხარეც, როდესაც ასე ვთქვათ გამიზნულად რელიგიური იდეების ან რელიგიური ქცევის წესების გავრცელება ხდება სკოლებში, მაგრამ არსებობს ასევე თქვათ ფორმები, რომლებიც ალბათ უფრო არის გამოწვეული ადამიანების შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, თქვათ მასწავლებლების, იქნება მშობლების თუ ადმინისტრაციის და ასევე არის თქვათ იდეები, რომლებიც ვრცელდება არა იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული რელიგიის წარმომადგენლებისგან ორგანიზებულად ხდება ამის დაგეგმვა, არამედ იმიტომ, რომ თავად წარმოდგენა საკუთარი თავის ან ქვეყნის ან საზოგადოების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა ისე, რომ გულისხმობდა კონკრეტული რელიგიის პერსპექტივიდან ამ ყველაფრის დანახვა. მე დავაზუსტოთ ხო, ინდოქტრინაცია არ ხორციელდება სავარაუდოდ მუსლიმთა მხრიდან, მაგალითად, ხო, ხულოს სკოლებში, ძირითადად უმრავლეს შემთხვევაში ეს დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლები, მართლმადიდებელი ქრისტიანები ახორციელებენ. მე ვთქვი, რომ სურვილი დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს სხვა რელიგიების წარმომადგენლებიდან, არის ცალკეული შემთხვევები, როდესაც არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისგან ესე რა თქვა, არის ორგანიზებული ან თავად ეკლესიის მიერ, არის შემთხვევები, როდესაც თქვა 50-იანელებსა და კათოლიკეებს შორისაც არის ხოლმე სკოლებში პრობლემა, მაგრამ ესენი რა თქმა უნდა გამონაკლისებია. და ამას მიზეზები აქვს, თუ რატომ არის თქვა, ანუ არა მხოლოდ იმიტომ ხდება ინდოქტრინაცია უმეტესად მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ისინი უბრალოდ უმრავლესობას წარმოადგენენ და ყველაზე მეტ ძალაუფლებას ფლობენ, არამედ ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი პოლიტიკის შედეგიც, იმიტომ რომ სახელმწიფო ხშირად ერეოდა ამ საკითხში, უბრალოდ არ ერეოდა იმდენად მართლმადიდებლური სწავლების გავრცელების პრაქტიკის შეზღუდვაში, მაგრამ ერეოდა თქვა მუსლიმების სურვილს, ეს თქვა ცდილობდა შეეზღუდა მუსლიმების სურვილი, რომ ჩარეულიყვნენ სკოლებში და არა მხოლოდ სკოლებში, არამედ ასევე გაევრცელებინათ თქვა მედრესები, თქვა შეექმნათ მედრესები და შემდეგ გაევრცელებინათ ეს. ესე რომ სახელმწიფოში გულისხმობ ეს არა მხოლოდ განათლების პოლიტიკაში ჩართულ ორგანიზაციებს, ან თქვა განათლების სამინისტროს, არამედ უშიშროებას პირდაპირ მონაწილეობდა წლების განმავლობაში ამ პროცესში, მაგალითად ცდილობდა გაეკონტროლებინა სომხური ეკლესია, რამდენად შეძლებდა მასწავლებლების მომზადებას, თქვა იგივე სომხეთში, ან თქვა აი მუსლიმები რაც ახსენე. ესე რომ ეს არის არა მხოლოდ კულტურის თქვათ სფერო, არამედ პოლიტიკის სფეროც თავის დავაცხადია და პოლიტიკური. აი, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ, როცა მოდი
პირად მაგალითს მოვიყვან, ხო, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ამაზე ხმამაღლა საუბრობენ, ბევრნი არ არიან ყოველ შემთხვევაში, მე ბევრი ვერ ვიპოვე. მე ვსწავლობდი სკოლაში, ვიყავი გახდით დომინანტი ჯგუფის წარმომადგენელი, შრომის გაკვეთილი 45 წუთი. ეს მე მგონი რეკორდია ჩემი სკოლა ამაში, რეკორდსმენია. 45 წუთი მიმდინარეობდა ლოცვა. ეს ის პერიოდია, როცა რეფორმა იწყება, დირექტორმა აქ-იქ სადღაც თქვა, რომ ეს არ შეიძლება, ამიტომ ერთადერთი რაც შეიცვალა ჩვენს გაკვეთილზე კარები იკეტებოდა, რომ არავინ შემოსულიყო და არავის შეეშალა ხელი, ან ლოცვის მყუდროებმა უზრუნველი იყო აი ამ რეგულაციით, სხვა არაფერი შეცვლილა. მე ვერ ვიტყვი რომ ჩემს კლასში ბევრი იყო თქვა უმცირესობის წარმომადგენელი, მაგრამ თავად ის ფაქტიც რომ მე დომინანტის ჯგუფის წარმომადგენელი ვიყავი, საერთოდ ჩემს მშობლები არ იყვნენ დაინტერესებული რომ რომელიღაც არაკვალიფიციურ შრომის მასწავლებელს ჩემთვის ესწავლებინა ის რელიგია, რომელზეც მათ მომნათლეს. ეს იყო იმდენად ხშირი პრაქტიკა, აი მასწავლებელთა ნაწილი ამას აპროტესტებდა, მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ აი საწავიდე განათლების სამინისტროში რომ მივიდე, რამე მოხდება? არაფერი არ შეიცვლება, რატო გავიჩინო ჩემს კოლეგასთან პრობლემები და მით უმეტეს, როცა აი ორი იეჰოვას მოწმეს გარდა, არავინ აპროტესტებს იმას, რომ ჩვენ სკოლაში ლოცულობენ და არავინ აპროტესტებს იმას, რომ ჩემი ანთიმოზივერიელი სახელობის სკოლა იყო, რომ თქვათ აი ჩვენს ფორმაზე არის ანთიმოზივერიელი გამოსახული. ხო, აი რა გავაკეთო მე ამისთვის? რა უნდა გაეკეთებინათ მათ? რა შეეძლოთ მათ? ძალიან რთული პრობლემაა, თავისთავად ცხადია. არსებობს, თქვენ რაც აღწერეთ, ეს არის ერთი პრობლემა, როდესაც კონკრეტული მასწავლებელი თავის თავზე იღებს და იღებს ფუნქციას, რომ გაავრცელოს რელიგია და თავის თავს აღიქვავს როგორც ამ ვთქვათ ზოგი ამას განსაკუთრებულად გვინეულოთ აღიქვავს და გონია რომ ეს არის მისი დანიშნულება სამყაროში და არა მხოლოდ სკოლაში, რომ გაავრცელოს რელიგია და ბევრი უკავშირებს ამას თქვათ იგივე ეროვნულ იდეას, რომ ამით გადაარჩენს ქართველობას და საქართველოს როგორც იდეას და შესაბამისად ნებისმიერი წინააღმდეგობა იქნება ეს მშობლის თუ ადმინისტრაციის მხრიდან აღიქმება როგორც თქვათ საფრთხე უფრო დიდი იდეის წინააღმდეგ, ხო? როგორც არის თქვათ საქართველოს იდეა, რომ ქართველები აუცილებლად უნდა იყვნენ ქრისტიანები და თან მართლმადიდებლები და თქვათ ამიტომაც ძალიან უჭირთ ადამიანებს, ანუ ეს ნებისმიერი წინააღმდეგობა იგივდება როგორც არაპატრიოტული ქცევა და სხვებსაც არ მჭირდება მანდატური, მე მჭირდება ლოცვა. ასე ცდილობდა ჩემი ნაცნობი ერთ-ერთი მასწავლებელი, ასე ვთქვათ, ბავშვებში არასრულწლოვანთა შორის ძალადობის აღმოფხვრას, ხო? ეს საკმაოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომ აი რელიგიის სწავლება ბავშვებში სულიერებისა და ზნეობრივი ცხოვრების წესის პოპულარიზება შეუწყობს ხალხს. შეიძლება შეუწყოს კიდეც, მაგრამ ამისი ადგილი სკოლა არ ამდვილად არ არის. ეს თქვათ, თქვენ რაც ამ შემთხვევაში, ერთი შემთხვევა არის, როდესაც ადამიანს გონია, რომ მისი სულიერი მისია, რომ გადაარჩინოს სხვისი სულები. და მეორე არის, როდესაც რელიგიას იყენებენ მართვისთვის, ხო? როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ რელიგიის მეშვეობით, ანუ რელიგიას თუ გამოიყენოს როგორც ინსტრუმენტს, მას შეიძლება უკეთ მართოს სხვა ადამიანები. და შეიძლება მიზანი იყოს ძალიან კეთილი, რომ თქვათ არ იყოს ძალადობა ადამიანებს შორის. თუმცა საჯარო სკოლაში ამის გაკეთება თავისთავად ცხადია, რომ ნიშნავს, რომ ვინც არ აღიარებს თქვათ რაღაც ამ რელიგიის თქვათ ეთიკის პრინციპებს, მას რჩება უფლება, რომ იძალადოს სხვებზე. თუ თქვათ ძალადობის საწინააღმდეგოდ ვიყენებთ რელიგიას, ხო? ანუ გამოდის, რომ ადამიანებს შორის თანაცხოვრება ეს კი არ არის აღიარებული თქვათ ღირებულება, არამედ გამომდინარეობს მხოლოდ იმ რელიგიიდან, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ და თუ რელიგია ასე ვთქვათ გვასწავლის, რომ ძალადობა ცუდია, მაშინ მიყვებით ამ რელიგიას, ამ შემთხვევაში ცხადია, რომ უნდა ასე ვთქვათ შეიძლება მივიღოთ უკეთესი შედეგი. თუმცა რასაც ხედავთ, არის საწინააღმდეგო. ესე იგი, ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, როდესაც მასწავლებელი მშობლების დაუკითხავთ ან ბავშვებთან
ბავშვებიც ესე პირობითი რამ არის, როცა სკოლაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მაგალითად იგივე მე-12 კლასში ის ბავშვები აღარ არიან ბავშვები, ისინი უკვე 18 წლის ახალგაზრდები არიან და ბევრს თქვა ზოგს ცოლი ყავს და ზოგს შვილი ყავს და რასთავარი მათ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ხო თუ არ ვიცი? ესეც მნიშვნელოვანია თავისთავად და ანუ ისინი არიან სრულუფლებიანი მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ იყენებენ ამ სიკეთეს, ხო, რაც სახელმწიფომ შექმნა და საზოგადოებამ მათთვის, რაც არის ეს საჯარო განათლება. და ძალადობად შეიძლება ჩაითვალოს ინდოქტრინაცია, იმიტომ რომ სკოლაში სწავლა საქართველოში არის სავალდებულო, ანუ ეს არ არის არჩევანი, რეალურად კი არსებობს სხვა არჩევანიც, რომ თქვა გადაიყვანოს კერძო სკოლაში, უბრალოდ არსებობს არჩევანი, თქვა კანონმდებლობის დონეზე, მაგრამ რეალური არჩევანი ბევრს არ აქვს, რომ თქვა ასწავლოს ისეთ სკოლაში, როგორც მას მოწონს და ბევრს უწევს თავის შვილის მიყვანა იმ სკოლაში, რომელიც მის დასახლებაში არსებობს, ან ახლოს არის, ან რაც მისი ეკონომიკური მდგომარეობისთვის არის ხელმისაწვდომი. თავისთავად ცხადია არსებობს კიდევ თქვა სახლში განათლების უფლება, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ბევრს უჭირს, იმიტომ რომ ერთი რომ არ იციან ამის შესახებ და მეორე თავად არ ყოფნით განათლება, რომ შვილებს მიცენ სათანადო. აქედან გამომდინარე, ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან რაღაც სისტემაში მიიღონ მონაწილეობა, მათი თქვა იზულება, რომ კონკრეტული რელიგიის მიმდევრები გახდნენ და ამ რელიგიის მიხედვით იცხოვრონ, ეს თავისთავად არის ერთი უფლების ჩამორთმევა მშობლებისთვის, რომ აღზარდონ საკუთარი შვილები ისეთებად, როგორც მათ სურთ. ეს ბევრი სხვა პრობლემას არის თავისთავად ცხადია. თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დასვით, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა. თავისთავად ცხადია, მარტო ძალიან გაუჭირდება, მეც მქონია ესეთ შემთხვევები, როდესაც ჩემი შვილის სკოლაში ჩემდა დაუკითხავად, ჩემ შვილს უტარებდნენ ლექციებს სასულიერო პირები, საუბარია მეორე კლასელ ბავშვზე, სადაც ამ ბავშვისთვის მიუღებელი იდეები მიეწოდებოდა, იყო მცდელობა სკოლას ორგანიზებულად ჩაერთო რელიგიურ რიტუალებში, ასევე ჩვენგან დაუკითხავად. და თან ისეთ რელიგიურ რიტუალებში, რომელიც იმასაკის ბავშვის ფსიქიკისთვის მაინდა-მაინც არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, ეს იყო 100,000 მოწამის შესახებ რაღაც 100,000 მოწამის დღესთან დაკავშირებული ცვლილება მეტეხის ხიდზე, სადაც ტიპიური სურათია ხოლმე, როდესაც რელიგიური რიტუალიც არ იყო, ეს ხო რელიგიურ-პოლიტიკური იყო საერთოდ, მაგრამ მაინც ასე ვთქვათ, რელიგიური ორგანიზაციების კი, რა თქმა უნდა. ეს იყო ორგანიზებული და ასეთ რიტუალებში მე რაც მინახავს თქვა ინტერნეტში ვრცელდება ეს კადრები, სასულიერო პირები უყვებიან ბავშვებს მაგალითად მოჭრილი თავების და სისხლით თქვა მორწმული მტკვრის შესახებ და ასე შემდეგ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია ამ ასაკში. აი სხვათა შორის ახლანდელ მაგალითს გავიხსენებ, თერჯოლაში მოხდა ესეთი ფაქტი, იეჰოვას მოწმეების აშენებდნენ, ასე ვთქვათ, სამეფო დარბაზს, ადგილობრივმა მღვდელმა ეს გააპროტესტა და მრევლთან და ბავშვებთან ერთად სასკოლო დროს გამოიყვანეს მასწავლებლებმა ბავშვები, დირექტორმა ამაზე თქვა, რომ ეს შესანიშნავია და უწყობდნენ აქციას, ვთქვათ, იეჰოვას მოწმეებს, ხო? ეს არ არის ახლა აღწარება და ზიარება, მაგრამ არის პირდაპირ ბავშვების რელიგიური შუღლის გაღვივებაში გამოყენება, რა. განათლების სამინისტროს არაფერი არ უქნია, რამდენადაც მე ვიცი, ხო? აი ეს პრაქტიკა თავად, ხო? აი იეჰოვას მოწმეებს აქვს და კათოლიკეებს განსაკუთრებით მრავალი მსგავსი პრაქტიკა, ხო? როცა ბავშვები გამოყავთ ნათლავენ ხანდახან უწმენას უცვლიან. რაღაც შეთავაზება კი არ ხდება, რაც ბავშვის ფსიქიკამ შეიძლება წინააღმდეგობა გაწიოს ან რამე. აი პირდაპირ ნათლავენ ესე და სახლში ბრუნდება უკვე ბეჭედ დასმული, რომ აი ეს არის მართლმადიდებენ ახლა. ეს არ არის არც წინადაცვეთა და არც არაფერი, მაგრამ მაინც შეურაცხყოფელია იმ ადამიანისთვის, ვისაც არ უნდა ეს ნათლობა. ეს საერთოდ სიგიჟეა თავად ქრისტიანული თვალსაზრისით დიდი ბოდიში ამ სიტყვისთვის. აი ამ პრაქტიკაში, ხო? აი ეს თემა რო გავაგრძელოთ. მე ვარ მშობელი, ხო? თქვენ იყავით ინფორმირებული მშობელი, თქვენ შესაძლოა ყავდათ ძალიან ბევრი კონტაქტი, ვისთვის შეეგეძლოთ ეს გეთქვათ, ხო? თქვათ, მე ვარ მშობელი, მყავს შვილი, რომელიც, სხვა შესაძლებლობა არ მაქვს ამ სიგიჟეს გავარიდო, სახელმწიფო მავალდებულებს მივიყვანო სკოლაში.
და მე ძალიან კონკრეტულად ავხსნათ, იმიტომ რომ ჩემი მაყურებლის დიდი ნაწილი უმცირესობის წარმომადგენელია, ხო? ჩემს შვილს აი ასე ექცევიან. მე სად მივდივარ? პირველი რას ვაკეთებ? ისე რომ მისი ინტერესების დაცულია. მე ჩემ ისტორიას სწორედ ამიტომ ყვებოდი, რომ მეჩვენებინა, აი თქვა რა შევძელი მე და რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს, ხო? ანუ მე ამ პრობლემის შესახებ ვესაუბრე პირველ რიგში დამრიგებელს, როდესაც კლასის შეხვედრა ქონდა, სადაც სხვა მშობლებიც იმყოფებოდნენ და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ეს არ მხოლოდ კანონის დარღვევა, რომ კანონის ზოგადი განათლების შესახებ, პირდაპირ ამბობს, რომ პროზელიტიზმის სკოლაში, ანუ რელიგიის გავრცელებისთვის ზრუნვა სკოლის, ან სკოლის მიერ რაიმე ორგანიზებული რიტუალების ჩატარება, ან ბავშვების ჩართვა არის კანონით აკრძალული. კანონით აკრძალვაზე რეაქცია მშობლების და მასწავლებლის იყო, რომ კანონი შეიძლება რაღაც გვეუბნებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს, როგორც არის თქვა იგივე ჩვენი ტრადიცია, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. მეორე არგუმენტი, რომელიც ასე ნაკლებად თქვა ასე არ იყო მიღებული, მაგრამ რაღაც გარკვეული გაგებით შეხვდნენ, იყო ის, რომ როდესაც მე ვხსნით, რომ შეიძლება მეც მინდოდეს ჩემი შვილი რომ აღზარდო რელიგიურად და მათი მოქმედებები ამას ხელს უშლის. და ეს არის მნიშვნელოვანი არგუმენტი, იმიტომ რომ საკმარისია სკოლებმა აიღონ თავის თავზე ის ფუნქცია, რაც ეკლესიას აკისრია, ძალიან დიდი შანსია, რომ ისინი ამას გააკეთებენ იმდენად ხისტად, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გაიმიჯნება საბოლოოდ რელიგიას, იმიტომ რომ ეს იქნება კიდევ ერთი შეზღუდვა, რასაც სახელმწიფო ინსტრუმენტი, როგორც არის საჯარო სკოლა. მე ეკლესიის წარმომადგენელი ვიყო, ძალიან შემეშინდებოდა ერეტიკული მოსაზრებების გავრცელებისას, იმიტომ რომ ამ ადამიანებს კვალიფიკაცია არ აქვთ. შესაბამისად ამბობდნენ, ხო, მე მახსოვს ისეთი რაღაცები, რასაც მე მეუბნებოდნენ სკოლაში, ხო? აი აბსოლუტური ერესი, აი ეს ხუთკრებაზე დაგმობილი ერესი იყო მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, ხო და მე ვფიქრობ, რომ ეკლესია გაცილებით უფრო მოქნილია ამ რელიგიის გავრცელების დროს და ძალიან ბევრ დათმობაზე მიდის. კი, რა თქმა უნდა. იგივე ყოფით დონეზე, ან ნებას აძლევს ადამიანებს რეალურად იცხოვრონ არა მაინც და მაინც ისე როგორც ვთქვათ დოგმა ამბობს, მაგრამ სკოლები ჩემი აზრით გაცილებით უფრო ხისტები არიან, იმიტომ რომ ისინი თვლიან თავს ერთი მხრივ მოვალეებად რაღაც სხვა იდეების მიმართ და ცდილობენ რომ ეს ზედმიწევნით შეასრულონ და მეორე არის ის რომ იყენებენ როგორც თქვით ამას მართვისთვის და ასეთ შემთხვევაში დიდია იმის შანსი რომ ეს ვთქვათ ანუ მრავალფეროვნება არსებობს არა მხოლოდ რელიგიებს შორის არამედ რელიგიის შიგნითაც და ძალიან ბევრი მართლმადიდებელი განსხვავდება ერთმანეთისგან იმის მიხედვით თუ როგორ მისდევს ამ რელიგიას და შესაბამისად მშობლებისთვის რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება აქვს თუ როგორ უნდა აღზარდონ თავიანთი შვილი მართლმადიდებლად აუცილებლად გახდება ეს პრობლემა, როდესაც მასწავლებელი ვთქვათ ძალიან დოგმატურად ასწავლის ბავშვებს თუ როგორ უნდა მოიქცენ და ამას რაღაც თქვენ და მეც აღწერთ ეს რაღაცა ძალიან ეს ვთქვათ რბილ ფორმებს გასწავლეთ მაგალითად არსებობს სკოლები სადაც ბავშვებს ვთქვათ მარხვის დღეებში უგზავნებდნენ სიცილს მამაღლა, იმიტომ რომ მეუბნებოდნენ რომ ეს არის ზედმეტი აღთქმება, ვთქვათ ამ დროს უნდა ვიყოთ ვთქვათ მშვიდები და თავდაბლები და ასე შემდეგ. რაც სერიოზული პრობლემაა ხა იმ ბავშვისთვის, იმიტომ რომ და აი მაგალითად ერთ-ერთი მშობელი ზუსტად რამდენიმე დღის წინ მიყვებოდა რომ ბავშვს ასწავლეს რომ ჯერ ღმერთი უნდა გიყვარდეს და მე ყველაფერი დანარჩენი და ბავშვი კითხულობდა კი მაგრამ დედა არ შეიძლება რომ ჯერ დედა მიყვარდეს და მე დედა მიყვარდეს ასეც მე სხვა დანარჩენი ესე იგი ჩემი პირველი ნაბიჯი იყო რომ მისულიყავი ამ ისე ვთქვათ მშობლებთან და მხიად მესაუბრა იმაზე რომ ჩემთვის პრობლემაა რაზეც ცუდი რეაქცია ჰქონდათ როგორც შობლის ისე მასწავლებელს თუმცა მასწავლებელს როდესაც დავანახე რაღაც პრობლემები რაც შეიძლება თქვათ ყოფილიყო დაკავშირებული თვალთმაქცობასთან რომელიც იმ ადამიანების თვალთმაქცობასთან რომლებიც ამ იდეების შემოტანას ცდილობენ ან იმ ადამიანების რომლებიც კონტროლის დამყარებას ცდილობენ მასზე კონკრეტულად და მთელ სკოლაზე ამ შემთხვევაში მასწავლებელს უკვე გაუჩნდა პროტესტის გზნობა ესე ვთქვათ ამის მიმართ თუმცა ამბობდა რომ აი ეს არის კონიუნქტურა რომელსაც თვითონ ვერ აღუდგება
და ამიტომ საჭირო იყო ყოველთვის ავტორიტეტების ჩართვა. ავტორიტეტი, გარდა კანონის, იყო რა თქმა უნდა ის ორგანო, რომელსაც ევალება ამის აღსრულება, რაც არის სამინისტრო. თუმცა სამინისტროს, როგორც თქვენ თქვით, მაინც არ უნდა ამ პრობლემაში ჩართვა. თუმცა სკოლაში არსებობს ბევრი საფეხური, ხო, არსებობს თქვათ ეს კლასის დონე, არსებობს დირექციის, ადმინისტრაციის დონე, სამეურნეო საბჭოს დონე და ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ რაც უფრო ხშირად იქნება მიმართვა ყოველ შემთხვევაში ამ სკოლის საზოგადოების მიმართ, მით უფრო თვალსაჩინო გახდება ამ საზოგადოებისთვის პრობლემის არსი, იმიტომ რომ ბევრი თვლის, რომ პრობლემა საერთოდ არ არსებობს. მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ რა პრობლემაა, მე ვყავს მოსწავლე, რომელიც არ ერთვება ლოცვაში და ის არ მონაწილეობს და მისთვის ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ის რომ ეს ადამიანი ბავშვი არაფერს არ ამბობს, მშობელი არაფერს არ ამბობს, ეს კიდევ უფრო წააქეზებს მასწავლებლებს, რომ გააგრძელონ ეს საქმიანობა. რა უნდა ქნას იმ ადამიანმა, რომლის შვილიც იძულების წესით მონათლეს და მას არ აკმაყოფილებს მხოლოდ ის, რომ ადმინისტრაციული წესით, თქვა, სამინისტრომ გაათავისუფლოს ეს მასწავლებელი სკოლიდან, ან გააფრთხილოს ან რაიმე მსგავსი ზომა მიიღოს. არსებობს თუ არა სამართლებრივი საშუალება იმის, რომ ამ კონკრეტულმა ადამიანმა მესამე ხელისუფლებაში, სასამართლო ხელისუფლებაში იჩივლოს და რაიმე სახის პასუხისმგებლობა დადგეს აი ამ კონკრეტული მასწავლებლის ან დირექტორის, რომელმაც ბავშვი მშობელს დაუბრუნა მონათლული თან აი ძალიან მძიმე ფორმებში. ხო, სახელმწიფო ევალება, რომ უზრუნველყოს ის, რომ ნებისმიერი სკოლა მოქმედებს კანონმდებლობის მიხედვით, ანუ განათლების სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს ევალება, რომ აკონტროლოს სკოლები და სკოლას ეკრძალება ინდოქტრინაციას, პროზელიტიზმი და ბავშვების ჩართვა რელიგიურ რიტუალებში. ეს გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევაა, ვიდრე უბრალოდ რიტუალში მონაწილეობა. ამიტომ აქ ბავშვის და მშობლების უფლებების დარღვევაზეა საუბარი, თან კონსტიტუციური უფლებების დარღვევაზე. ჩემი აზრით უნდა მიმართოს როგორც განათლების სამინისტროს, ასევე კარგი იქნება თუ მიმართოს ომბუდსმენის ოფისს. მე მიჭირს ხა ვთქვათ მოვზებნო, ან მოვიფიქრო ის სამართლებრივი გზა, რაც დაეხმარებოდა მათ რაღაც აღდგენაში, ამ თავიანთი უფლებების ან ზარალის ვთქვათ ანაზღაურებაში. ასევე კარგი იქნება თუ გარე ვთქვათ რაიმე ორგანიზაციებს, ვთქვათ შეიძლება ის იყოს ვთქვათ რაიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების ვთქვათ მონიტორინგზე მუშაობს, ან ეხმარება მოქალაქეებს თავიანთი უფლებების დაცვაში, მათ მიმართოს. თავისთავად ცხადია, ასეთი ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია პირდაპირ. ანუ შეიძლება ვთქვათ გარკვეული ვთქვათ, წლები დაჭირდეს იმას, რომ ეს ადამიანები დაარწმუნონ, რომ სკოლა არის ის ადგილი, სადაც რომელიც არის უსაფრთხო, რომელიც არ ძალადობს მათზე და ეს სერიოზული პრობლემაა სახელმწიფოში, არა მხოლოდ სკოლებში. მაგალითად, ჯარშიც არის ეს პრობლემა, მე თვითონ ვიყავი რეზერვში რამოდენიმეჯერ, სადაც ჩემი თვალით უყურებდი, როდესაც პირდაპირ ბრძანება გაიცემოდა ლოცვასთან დაკავშირებით და მე რა თქმა უნდა თავს იმართლებდნენ, რომ ვისაც არ უნდა არ ლოცულობს. ესე რომ სახელმწიფო, როდესაც პირდაპირ არის ჩართული, სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია თავად სახელმწიფოს როდესაც ეკისრება ფუნქცია, რომ გააკონტროლოს ეს არ მოხდეს, ძნელად დასაჯერებელია, რომ მაინც დიდი ენთუზიაზმი ექნება, თქვათ, სახელმწიფო ორგანოებს და განსაკუთრებით პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებიც მათ მართავენ, იმიტომ რომ ამორჩევლების ხმების მისაღებად ისინი მზად არიან დახუჭონ თვალი დომინანტური რელიგიის წარმომადგენლების სურვილის გამო, თქვათ, უმცირესობების პრობლემებზე. და აი რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება, თქვათ ახდაჩვენი ლოცვები და სეკულარული აზროვნების მქონე ადამიანებით ყავს დაკომპლექტებული განათლების სამინისტროდან, ზოგადი პოლიტიკური ნებაც ასეთია, ხო? ეყოფა ამას მხოლოდ მასწავლებელთა გადამზადება? არა, თავისთავად ცხადია. განათლების სამინისტროს აქვს
გარკვეული ინსტრუმენტები, ანუ პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს. მაგრამ სიტუაცია ეს სკოლებში არსებული ვითარება არ არის მხოლოდ განათლების პოლიტიკაზე დამოკიდებული და გაცილებით უფრო დიდ კულტურულ ფენომენშია ჩართული. როდესაც არსებობს რელიგიური კონიუნქტურა, ეს არ მოდის მაინც და მაინც განათლების სისტემისგან, ხომ? თქვა ადამიანები ჩვეულებრივ ყოფით დონეზეც, თქვა დღეს თავიანთ მოქმედებების ლეგიტიმაციას ცდილობენ რაღაც უფრო მაღალი ინსტანციებიდან და ეს ჩაანაცვლა, თქვა ბევრი თქვა ადამიანისთვის, ანუ რაღაც სახელმწიფო ორგანოებმა და პოლიტიკურმა ორგანოებმა ადგილი დაუთმეს, თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე ჩვენთან რელიგიურ ასე ვთქვათ კონიუნქტურას, ხო? ადამიანები ადრე თუ თქვა ცდილობენ თავიანთი კარიერა აიგოთ იმ რაღაც იდეოლოგიის ქებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს თქვა პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყო მისაღები, დღეს ეს იდეოლოგია ჩაანაცვლა რელიგიურმა იდეოლოგიამ. მაგალითად ადამიანი, მაგალითად, როდესაც ხედავთ რომ სკოლის დირექტორს თავის კაბინეტში უგიდია თქვა პატრიარქის ფოტო, ეს პირდაპირ ნიშანია იმისი, რომ ეს არის რელიგიური კონიუნქტურა, ხო? ეს ადამიანი ამბობს, რომ მე იმიტომ კი არ ვარ აქ ძალაუფლების მქონე, რომ ამირჩია სკოლამ, არამედ მე კიდევ უფრო მაღალი ლეგიტიმაცია მაქვს, იმიტომ რომ მე ვარ მართლმადიდებელი. ესე რომ თავისთავად ცხადია განათლების პოლიტიკას გავლენის მოხდენა ამაზე შეუძლია. თუმცა უბრალოდ 70-80% ფიქრობს, რომ მართლმადიდებლობა უნდა ისწავლებოდეს. ნაწილი იერარქიისებას ახდენს კიდევ რელიგიების და ამბობს, რომ ტრადიციული რელიგიები უნდა ისწავლებოდეს, მაგრამ სექტები არა, მაგრამ დიდი სექტებიც ჯანდაბას ისწავლებოდეს, ხო? ამ ადამიანებს როგორ უნდა ეშველოთ? 80% არ არის, ხო? პატარა პროცენტი ეს არის. რამდენ შეიძლება უშველო იქიდან, ხო? თქვა კარგით 50-80-დან 50%-მა შეწყვიტა ეს პრაქტიკა, ეს 30% უკვე მაინც მეყოველი მესამე მასწავლებელია რა. ამას უნდა გაყრა სკოლიდან? არა, თავისთავად ცხადია, ანუ არანაირი გაყრა არ არის წამალი ამ სისტემის, იმიტომ რომ საზოგადოება ამ სკოლების გარეთაც ახლავს გავსია. ანუ ნებისმიერი ახალი მასწავლებელი იგივე ასე ვთქვათ, იდეებს გაავრცელებს და იგივენაირად იმოქმედებს, სანამ მათ არ არსებობს ერთი რაიმე წამალი თავისთავად ცხადია. ანუ ტრენინგი თავისთავად ცხადია მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ძალიან ხშირად არ აქვთ გაცნობიერებული საერთოდ რას აკეთებენ. მაგალითად, ის რომ ბავშვების დახარისხება ხდება ჩვენიანებად და უცხოებად და ეს ბავშვები არიან ჩვენი მოქალაქეები, ეს პირდაპირ გზა არის იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეთნიკური ან რელიგიური კონფლიქტები. ან მივიღოთ ისეთი საზოგადოება, რომელიც დღეს არის, ხო? როდესაც ძალიან მარტივია, ვთქვათ, უცხო ძალისთვის მანიპულირება უმცირესობებით, რომლებსაც ეუბნებიან, რომ შენი ფუნქცია არის მეორეხარისხოვანი მოქალაქე იყო. მადლობა თქვი, რომ გმას პინძლობთ, ხო? ხო, ამას უმრავლესობა ხშირად გაუცნობიერებლად ეუბნება. ასევე ვთქვათ, როცა საუბრობენ იმაზე, რომ რელიგია იმიტომ უნდა ისწავლებოდეს და არ მხოლოდ ისწავლებოდეს, არამედ უნდა ქონდეს სკოლაში, ასე ვთქვათ, ფართო გავრცელება, იმიტომ რომ ამ სკოლაში უმრავლესობის რელიგიაა, ვთქვათ, ან მართლმადიდებლობა, ამ დროს ავიწყდებათ ის, რომ ჩვენთან ძალიან ბევრი სკოლა, სადაც უმრავლესობა არ არის მართლმადიდებელი. თქვათ ეს შეიძლება იყოს, თქვათ ქვემო ქართლში შეიძლება მუსლიმების ან თქვათ ასევე სომხური კათოლიკური ეკლესიის ხულოში წარმომადგენლები ან ხულოში, ხო? ეს ავტომატურად შეიძლება ვთქვათ კათოლიკური სოფელია და იქ მაინც სხვების ინდოქტრინაცია. ის პრინციპი, რომ თუ უმრავლესობა სკოლაში, ან თუ დაშვებულია, რომ სკოლაში რელიგიურმა უმრავლესობამ საკუთარი რელიგიური იდეები გაავრცელოს, ეს ნიშნავს, რომ ეს თუ ამ პრინციპს დავიცავთ, ნიშნავს იმას, რომ გვექნება საჯარო სკოლები, სადაც სხვადასხვა რელიგიების გავრცელება ხდება, რაც ჩემი აზრით ასევე დაუშვებელია, თუ გვინდა სოციალური შეჭიდულობა არსებობდეს სახელმწიფოში, ანუ არსებობდეს გაგება მოქალაქეობის, ხო? ჩვენ ნებისმიერ ადამიანს თავი წარმოგვედგინოს ამ ქვეყნის მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, რა იდენტობის მატარებლები ვართ. და იდენტობების თავისუფლად არჩევის შეუძლებლობა თავისთავად ცხადია,
ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები იქნებიან გარიყულები. ანუ მხოლოდ ის, რომ თქვა ჩემმა შვილმა შეიძლება ბიჯვარი არ გადაიწეროს რაღაც დროს გაკვეთილზე, შეიძლება მას დაერქვეს უცხო კლასის დონეზე და ეს მოქმედებს აი მასწავლებელისთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდნენ. ეს არა მხოლოდ მის თქვა პატრიოტულ ცნობებზე იმოქმედებს და ასე შემდეგ, ან მის ჩართულობაზე ამ წრეში, არამედ იმოქმედებს მის სწავლაზეც. მაგალითად ის ნაკლებად მოტივირებული იქნება რომ სკოლაში იაროს, იმიტომ რომ ის სკოლა უცხო გარემოა, ხო? ანუ სკოლამ მართალია სკოლამ დაარქვა მას უცხო, მაგრამ ეს თავისთავად გაშინაგნებაც ხდება. ასევე ნიშნავს იმას, რომ თვითშეფასება ექნება დაბალი. თვითშეფასება ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნებისმიერი პრობლემა დაძლიოს. მაგალითად, წავიდეს რისკზე, როდესაც აბსოლუტურად სხვა საკითხია ხარ, მაგალითად, როდესაც მათემატიკას სწავლობს და რაღაც პრობლემის გადაჭრა უნდა, მას თუ დაბალი თვითშეფასება აქვს, ეს აუცილებლად იმოქმედებს მის უნარებზეც. ესე რომ ძალიან ბევრ ამაზე მოქმედებს, რასაც მასწავლებლები ვერ აცნობიერებენ. ანუ კითხვი გონია მას, რომ ეს მის სულზე, ასე ვთქვათ, დადებითად აისახება, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი ბავშვისთვის მსგავსი შეზღუდვა და ასე ვთქვათ, ეს შეზღუდვა არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც სხვა აღსარებლობის არის, არამედ იმ ბავშვებისთვისაც, ვინც თავს ანუ იმ ოჯახებისთვის, ვინც ვთქვათ, იგივე მართლმადიდებლებად მოიაზრებენ საკუთარ თავს, ხო? იმიტომ რომ რელიგიური იდეების გავრცელება სკოლაში ასევე ნიშნავს დოგმატურად აზროვნების და არაკრიტიკულად აზროვნების მე სხვათაშორის მქონდა შემთხვევა აი ამის დომინანტი ჯგუფის, ოღონდ პროტესტი ამ შემთხვევაში იყო გამოთქმული ესეთი ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ჯგუფის წარმომადგენელი მრევლის მხრიდან, რომლის შვილთანაც შევიდა მღვდელი, რომელსაც ამ ქალბატონმა უწოდა ეკუმენისტი და მასწავლებელი ძალიან გაკიცხა, რომ მისი შვილი აი ამ ეკუმენისტმა მღვდელმა, ეს რა ქვია, ამ ეკუმენისტმა მღვდელმა უქადაგა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კლასის კურთხევასთან ჰქონდა საქმე და შემდეგ ქადაგებას ამ ქალბატონს არ სურდა რომ ვიღაც ეკუმენისტი მისივე ეკლესიის წარმომადგენელი მღვდლის მიერ, ასე ვთქვათ, მის შვილს ქადაგება მოესმინა, ნუ რა თქმა უნდა, ზეთის ცხებაზე არ იყო საუბარი, ხო? უბრალოდ ქადაგება არ უნდა და მოესმინეს, რომ ესეთი მარტივიც და ცალსახაც არ არის ეს ყველაფერი და მეორე მხარესაც ხშირად იმ მხრიდანაც კი რომელიც ყველაზე აქტიურად მოითხოვს ამ ინდოქტრინაციის პრაქტიკის დანერგვას, არსებობს პრეტენზიები, ხო? ჩვენც გვეხება ერთხელ. როცა თავისუფლება სხვებისთვის არ გვემეტება, ანდახარ ჩვენც აღმოჩნდებით, ხო? ახლა მინდა გადავიდე კიდევ ერთ თემაზე, ეს არის ხატების გამოფენის თემა და სამლოცველოების მოწყობის თემა. ეს უკვე ეხება რას უშუალოდ გაკვეთილს, არამედ აი რაცა მთელი ლამის საკურთხევლამდე მიდის ხოლმე, ხო? აშენ. პირველ რიგში მაინტერესებს ეს რატომ არის ინდოქტრინაცია? როგორი პრაქტიკა არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში? და არის თუ არა ვთქვათ, აი მაგალითად ბრიტანეთში იყო ასეთი შემთხვევა, როცა მასწავლებელს აუგზავნეს, რომ აი არც ერთი რელიგიური სიმბოლო არ უნდა გეკეთოს, ხო? არც ნახევარმთვარე, არც რაღაც დავითის ვარსკვლავი, არც ჯვარი, არა? ეს ცოტა ზედმეტი ხომ არ არის, ნუ განსხვავებით, ნუ რა თქმა უნდა, ვასხვავებ სკოლაში კეთილზე გამოფენასა და მასწავლებლის სკულზე გამოფენას შორის, ხო? სკოლებში სურვილი რომ გამოფინონ, თქვათ, რაღაც რელიგიური სიმბოლოები, ყოველთვის არის, თქვათ, ყოველთვის არ არის, ასე თქვათ, რელიგიური მაინც რაიმე ორგანიზებული პრაქტიკის ნაწილი. თქვათ, შეიძლება მასწავლებელი თვლიდეს, რომ თავისთავად ცხადია, რომ რაღაც, თქვათ, არის ხატი ან ეკლესიების კალენდარი და ასე შემდეგ იყოს კლასში. და ეს უკავშირდება ზოგადად ჩემი აზრით სკოლებში პრობლემას, ანუ საერთოდ არიციან ბევრგან სკოლაში როგორ მოაწყონ საგანმანათლებლო სივრცე და რა შეიძლება იყოს იქ და რა, ანუ ფუნქციური დანიშნულება, რაც დაეხმარება ბავშვს უკეთესი განათლების მიღებაში, ამ ნივთებს ნამდვილად არ აქვს. თუმცა შეიძლება ისინი თვლიდნენ, რომ აი თქვათ ეს გარემოს უფრო თქვათ მისაღებს გახდის ან თქვათ შეზღუდავს, ასე მართვისთვის შეიძლება იყენებდნენ
ჩათვლიან, რომ აი ისეთ გარემოში, სადაც რელიგიური სიმბოლოებია, ბავშვები სხვანაირად მოიქცევიან, იმიტომ რომ მეტ პატივისცემას მოითხოვს მათგან. იმიტომ რომ არსებობს ესეთ წარმოდგენები, რომ აი თქვა იმ ოთახში, სადაც ხატია, არ შეიძლება რაღაც გაკეთო. მაგალითად, ჩემთვის ადრე უთქვამთ, რომ არ შეიძლება მოწიო. იქ სადაც ხატია, თქვა სიგარეტი. ესე რომ შეიძლება სწორედ ესეთი მართვის ფუნქციები ქონდეს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ გარემოს მოწყობა ერთი კონკრეტული რელიგიის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიშნავს პროზელიტიზმს, ხო? ანუ ნიშნავს იმას, რომ შენ ბავშვებს აჩვევ, თქვა იმ გარემოში ცხოვრებას, რომელიც კონკრეტული რელიგიის წარმომადგენლების მიერ არის განსაზღვრული. და ეს მე იღებს უკვე სხვა ფორმებს. მე თვითონ მინახავს ერთ-ერთ სკოლაში, როგორ თქვა გაკვეთილის დაწყების წინ ბავშვები ჩანთიდან იღებენ სანთელს და ანთებენ ხატის წინ. და ეს გაკვეთილი საერთოდ არანაირ კავშირში არ არის ამ რელიგიურობასთან, თუმცა შემდეგ უკვე როდესაც ბავშვები მსჯელობენ, უკვე ამჩნევ, რომ მასწავლებელმა მათზე ვთქვათ, მნიშვნელოვნად იმოქმედა მაგალითად, როდესაც საუბარია რაღაც პატრიოტიზმზე, იქ აუცილებლად არის ჩართული ტექსტი, როდესაც ბავშვები ეს იმეორებენ კლიშეებს აბსოლუტური რეფლექსიის გარეშე, როდესაც ამბობენ, რომ აი საქართველო ყოველთვის იბრძოდა, ანუ მეომრები და სასულიერო პირები ერთად იბრძოდნენ ქართველობის გადასარჩენად, მათ შეგვინარჩუნეს ჩვენი იდენტობა და ასე შემდეგ და სტამპები, ხო? ხო, ანუ ეს არის შემდეგ იზრდებიან ამას Facebook-ზე წერენ. ამას ვინცი ყველგან ამბობენ და მე სადღეგრძელოებს სვამენ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სწორედ არის გაცილებით უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ეკლესიის შიგნით ერესის გავრცელება, ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ბავშვებს ჩვენ ზღუდავთ, რომ ანუ შემოგვაქვს სკოლაში რაღაც რისი გაკრიტიკებაც არ შეიძლება, დაუშვებელი. და რელიგია არის ერთადერთი რამ სკოლაში, რისი გაკრიტიკებაც აკრძალულია. ანუ შემოგვაქვს დოგმა და ბავშვებს ვაიძულებთ, რომ იცხოვრონ და იფიქრონ ამ დოგმიდან გამომდინარე. და მასწავლებელი არის ამ შემთხვევაში რაღაც მცველი, ანუ ის იცავს იმისგან რომ არ შეირყვნეს ეს სიწმინდე, ბავშვებს ვთქვათ ეუბნება, რომ აი ყველაფერზე შეიძლება კრიტიკული აზრი ქონდეს, მაგრამ არსებობს რაღაც, რაც უნდა იყოს წმინდა და ეს თავისთავად ცხადია, ანუ ამის არეალი შეიძლება ძალიან გავრცელდეს. რა ვთქვათ, თავად ამ რელიგიური სიმბოლოების აღქმისთვის ძალიან ცუდია ეს. ნუ გარდა იმისა, რომ ძალიან აფასიანი რაღაცები დევს და ვთქვათ, ჩემი აზრით, ასე ვთქვათ, კულტურისთვისაც მაინც და მაინც კარგი არ არის, როდესაც მაგალითად ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ხატები, ესე ვთქვათ, ვრცელდება. ძალიან უხარისხო რეპროდუქციები მულტფილმის გმირად. თან სხვა შორის რელიგიურთა წესით მიუღებელი უნდა იყოს, არის რაღაცა რეპროდუქციები. ის რა მაინტერესებს, აი ძალადობის ამსახველის სცენები, ხო? ნუ ბევრი მშობელი უკრძალავს მას შვილს, ხო? მე ქრისტიანი ვარ, ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი. ჩემი მხრიდანაც კი როს ამას ვამბობ, იმიტომ რომ უმბერტო ეკო ამბობდა ხოლმე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის ათეისტი გახდა, როდესაც მისი მეგობრები ხუმრობით ეზიარებოდნენ ხოლმე, მას რაღაც ესეთი შეგრძნება უჩნდებოდა, მაგრამ ნუ ეს უნდა ითქვას, ხო? ჯვარცმა მაგალითად, ხო? მრავალ სკოლაში მიიჩნიეს, რომ ეს არის ძალადობის ამსახველის სცენა. მე არ მგონია, რომ ეს არც მე არ მგონია, უბრალოდ ეს კითხავდა ამას. სცენა, ისე როგორც ართული, რომ მასწავლებელს თუ უნდა საკუთარი იდენტობის ჩვენება, რომ ის არის ქრისტიანი, ეს უნდა აუგზავნოთ. თუმცა ეს, ანუ რაიმე საერთო პრინციპი, რომელიც ყველა ქვეყანაზე გავრცელდება, არ არსებობს. არის ტრადიცია, მაგალითად იტალიაში იყო დავა, შეიძლება თუ არა ჯვარცმა იყოს კლასში. და ნუ ისინი ასაბუთებდნენ, რომ მათი სკოლები ჯვარცმის გარეშე არ არსებობდა აქამდე. და ჩვენი სკოლები არსებობდა, ჩვენი სკოლები რეალურად შეიქმნა, ანუ აბსოლუტური უმეტესობა შექმნილია საბჭოთა პერიოდში. და ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ პიონერების რაღაცა წითელი კუთხე, ის ადამიანები დღეს უკვე დგამენ აი ამ რელიგიურ სიმბოლოებს და თავისთავად აი აღქმის ერთი მხარეა ამ რელიგიურ სიმბოლოების ის, რომ მაგალითად მე მინახავს, როდესაც ამ ხატებს აქვს რაღაცა ყოფითი საგნის ფუნქცია უკვე სკოლაში. მაგალითად დევს ხატი და ხატის ქვეშ დევს ჟურნალები. ანუ რაღაც თაროსავით არის და ნუ საბოლოოდ შეიძლება დამთავრდეს იმით, რომ ღირებულება თავად ამ ხატის რელიგიური ღირებულება
იქნება აბსოლუტურად სხვა, რაც შეიძლება იყოს. იგივე არის როცა ფუნქციებს ანუ არ არის გამორიცხული რომ საბოლოო ჯამში არსებობს გაჩნდეს კონკურენცია სკოლას და ეკლესიას შორის, ხო? იმ შემთხვევაში თუ სკოლა გადაწყვეტს რომ მათ უკეთ იციან, მაგალითად თუ მასწავლებელი ერთ დღესაც იტყვის რომ მას არა მხოლოდ რელიგიური ცოდნა აქვს, არამედ ასევე პედაგოგიური ცოდნა აქვს, რაც თქვა სასულიერო პირს ნაკლებად აქვს, იმიტომ რომ არ აქვს გავლილი ტრენინგი ამაში. შეიძლება ერთ დღესაც თქვას რომ მას გაცილებით უკეთ შეუძლია კონკრეტული რელიგიის გავრცელება ვიდრე სასულიერო პირს. რაც ჩემი აზრით მაინც და მაინც მისაღები არ უნდა იყოს ეკლესიისთვის. ისე რომ ბევრი არგუმენტია იმ გარდა რა თქმა უნდა უფლებების დარღვევის იმისთვის რატომ არ უნდა გამოიყენებოდეს რატომ არის ზოგადად ცუდი ეს თავად იმ რელიგიური ინსტიტუტისთვის რომელიც მხარს უჭერს და წლების მანძილზე აი ამ ასე ვთქვათ რელიგიური სწავლების შედინება სკოლებში არა სრულიად გაუასრებლად ჩემი აზრით მათ არც უფიქრიათ ამაზე კარგად უბრალოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდათ ამ ყველაფერს ბატონო სიმონ მე დავასრულო სამწუხაროდ გადაცემა მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ტრაგიკული ისტორიებით სავსეა რომელიც ჩვენ გვიყურებდა მე იმედი მაქვს რომ ეს ბოროტების პრაქტიკა არასრულწლოვნებზე ზეგავლენის ეს ყურის აწევა შეთრევა სამლოცველოებში თუ სკოლის გვერდით ახლა დაშენებულ ტაძრებში რომელიც ხედაშენებს ძალიან მომრავლდა რა სკოლის ტერიტორიას უთმობენ ამ ტაძრის მშენებლობისთვის ხო მე ვფიქრობ იმედი მაქვს რომ ოდესმე გაიმიჯნება საერო და სასულიერო სფერო და ორივე მხარე მიხვდება რომ ეს მათთვის უფრო კარგია რეალურად და მე უბრალოდ მინდა როგორც იმ ბავშვმა რომელიც სკოლაში სტიქაროსანი იყო და პრივილეგიებით სარგებლობდა მე 166 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი ვაცდენდი ხოლმე სკოლას და გადავდიოდი წირვის აღსასრულებლად ახსასრულებლად მონაწილეობის მისაღებად და როცა ვშეკავდი ხოლმე სამრეკლოზე სამრეკლო უყურებდა პირდაპირ ჩემს სკოლას მესამე სართულს და მთელი კლასი იყურებდა ხოლმე და იწერდა პირჯვარს და ამავე სკოლაში სწავლობდნენ ბავშვები რომელთაც სიცოცხლე ჰქონდათ გამწარებული შესაძლოა მასწავლებლებისგან ნაკლებ უფრო ბავშვებისგან იმიტომ რომ ბავშვები შეიძლება იყვნენ სასტიკებიც არა და ასეთი ბავშვი დარწმუნებული ვარ მრავალი არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, თუმცა ეს არ არის სწორედ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის არა. ამ ბავშვებს რაღაცნაირად სოლიდარობა სულს გამოვუცხად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს მომავალ 4 შაბათს შევხვდებით. გმადლობთ რომ გვიყურეთ და არ დაგავიწყდეთ მოიწონოთ ჩვენი Facebook გვერდი.